ვარა ხედავთ ბიჭო რა ვიცი მე ხალები ტივა და შეხ შევხედავ მიხოს ენაცალე და იქებში დააკვირდი აი ახლა დაეპრმავდა ეს ვაი აი მიხოძიაო წეღარო წავიქეცი მე მგონი ფეხი მომტყდა შერე ხმარ გავიგო შენ თოე ჩაგახჭოფა ეს წყალში მოგიხდებოდა ბიჭო ახლა ბიჭო სად არიან აქამდე მიდი მოგელ მოუსი იქეთ გადავიდე მიდი ბიჭო ხო აქეთ ხო არაფერია მიდი ეგრე წადი მიდი გადავიდე აქეთ ხო არაფერია ბიჭო ხო მოგერ გოგით აგე თუ არა რა იყოთ? კაცები არ გამოჩენილა. კი, ცოტა ხნით ჩამაირბინეს. და ისევ გაიქცნენ? ხო, ისევ გაიქცნენ. უფრო სწორად ჩვენ გავაქციეთ. ამიხსენით ახლა წესიერათა რა მოხდა? რა ვიცი, კაცო. არ ამობენ ნორმალურად იმ სათქმელს და ეთო კიდე ნერვიულობს, რომ ალბათ აღარ უყვარვართ. ხო, ბებო, უკვე ეჭვი მეპარება, თან ორსულად ავარ. მე დედე შენიც ხო ორსულად არ არის. რა მოხდა მე, ბებო, აცადი ადამიანს, აბა გიყვება. ეთო შობიარება მე იმისესა გაიგე და მისწერა ჯერ ხო ხმა არ გაგვცეს მემრე კიდენე შუაღამისას მოცვიდნენ და რო გაიგეს რომ ტყუილი იყო გვაგინეს და გავარდნენ ისე კარგია რა არის კარგი დედა ისე უკან გაიქცნენ ეგეცინებათ და ეგენი მართლა საქმეზე არიან წასულები აი მთავარია რა საქმეზე არიან რამდენად შარიან საქმეზე აი მე მართლა რაღაცა შარში არ გაყონ თავი რა მე აქამდე გავიგებდით. მე რა ვიცი რა, ნეტო თვითონ მაინც მიხვდნენ რომ შარში არიან და მომბრუნდებოდნენ უკან, ხო? დააცადეთ იქნება გამოსდით რამე, კარგი, ხო, ნახოთ. და შენ რატო არ ახარ იქ შამოში? ყველაფერი გავყიდე და რა მინდა ეხლა წარიელ მაღაზიაში? ყველაფერი? რა გაგიჟე ეს ხალხიო 80%-იანი სეილი მივარტყი ხო და პროდუქტების კიდე სულ დავაჩუქე აი ესე კი გააკოტრე საწყალი მოგელა საწყალი მე არ ვიყავი საწყალი ამ ხელა ვალები ამოუღე და მაგან კიდე ვადა გასული ბამბანერკა შემომაჩეჩა გაი ახლა ნუ აჭარბებ 12 დღე კიდე აქ იმ ბამბანერკაი ვადა მოიტა გავხსნათ რა გთხოვთ მე არ შევჭამდა აი მასარო კაცი აყვება ან რამ დამალები ნამდენი ვის ეჯიბრები რა ეჯიბრები აი მოდონა ჩოყლახსა აი მე ვარდო ჭირი შენა დედა ნანო აი მე რამე საფახმელი არაფერი გაქალო
რითაც ჩასკდი ის არაყი. ვიმე, არაყი და გალაყდი შენ. რამე ხორცი არა გაქალო. ვიმე, ბიჭო, მაქვს და გიმალა. წადი და მაიტანე და მოგიხარშამ რა. ვიმე დედა. იმ მუდრეგმა არაფერი არ დატოვა სახში? რო დააწოდა წავიდა სადღაც მოუსულელში. ბიჭო, შენა პახმელიაზე გამოსვლაც გინდა და განძრევა არ გინდა? ხო გითხარი, მიდი მაიტა და ვაიმე დედა მოგიხარშამ მეთქი. რა სამო, გოგო, მაგი ჯანი და ენერგია რომ მქონდა, ხო წავიდოდი შამოში და ადგილზე შავჭამდი არა? ანგიდე წამო შეცა, წამო ადგილზე ვჭამო, წამო. მეზარება ორი გზის გაკეთება, წადი, მოდი, წამო წავიდეთ ერთად. აი გრამაკალია რა, კაცების სასადილოში დავდგე და ვატკაცუნო ის სოსისები. იმე ისე კი შაშჭამდა კაცი კაით კაცუნებს რა. რა სამო, ქალო, ვინ დასანახად? ვინმე რამე რა თქვა, ხო დავაკალ ადგილზე, მწვანე ბუზივით, წამო. არა კაცო, ვარდო. მიდი რა მაიტა და სახლში მომხარშამ რა. ვაიმე, ჩემი ხასიათის ამბავი არ ვიცი კაცო, შემხვდება იქ ვიღაცა იმათან დავლევ, ან სადღაც გადაუღევ, ან ვიღაცა გემემელაპარაკება და იმათან შავჭამ. ანდე რა წავიდე ჩამოი. სველი ტილოთით აქცემ ვარდო რა. წადი მაიტა მეთქი და მომხარშამ რა. ამას უყურე, ჩემი ზე პატრა ბაღი ყვარა გონივა რომ მერეოდი, ერთი მითხარი. რა იცი რო აღარ გერევი. მოდი აბა. მოდი და მეჭიდე, მოდი. ამას უყურე. აი მე რა დღეში ვარ ჩემოთაო. მოდი მე მეცაკალო, მოდი წავიდე ჩემთან მივხედო თორე. ჩემ პახმელია ვერავინ მერუშელის. ვარდო, მაიტა სოსისა. მოგიტან მარავიდან ქალო მოიტან. მე რა მაგარი ხარ რა საღოლზო. იცი სურალია ეგა. კინოებს ვიჯო აი ტვინდა ტელევიზიის გარეშე რო უყურებთ თქვენ. ვერ გამოვიდა იმაში ვაო ადანაშდი ვამერიკას. ბიჭო, რა გამოდის ანუ ის კაცი ფულს მოგცემს ახლა. გაჩუმე ბიჭო ენა სირცხვილია. სირცხვილი ის არის ბიჭო რო არ მოგცემს მაგას. დაიცა ჯო, დაიცა. ბიჭო, რა დაგემართა შენ? გამომხედე აქეთ ბატონო კონსტანტინე. შენ რა დღეში იყავი წუხე სასტუმროში მენეჯერმა დამირეკა დღეს. აი, რა დღეში ვიყავი? არაფერ დღეში არ ვიყავი. რა არ იყავი ბიჭო? ის ლარნაკში რო ყვავილები იყო საწაიერი. არ ეტეოდა და უფრო დიჩი გადავიტანე, ხო. რა დიჩი გადაიტანე ბიჭო? უნიტაზი იყო ისა ბიჭო, უნიტაზი. შემოწყრები ხარ შემოიწახრო შენ რა. დამცინე. გოლა, შენა მაი ვარავდი კიდე რაღაცას და ამალაგე ეხლა სანამ ბორკილები დამიდია შენ თვინა. მიდი რა. ხო, მაგაზე გალაპარაკებთ რა. აი და არიგა. ვეღარ ვიპოია მინდა დავადი. ვაიდე. შენ მაგაზე არ გადავიდა კიდე რაღაცა გეკნება მაგრამ. აი, ძნივი პარესელი ვითომ მოჩა? ო, ეთი უთხარი მოგელ კუდი მაიხანდოს. მეც კუდი? მიდი რა. მიდი. ხერ ხოერა პედანი მანაკაც. მაიცა. მე ხა შევა და თქვენ 10 წამში შემოხვარ. მიდი ხო, კიდე როდი. რა არის ხო არ აქტივდა დედა? არა მტკივა, მაგრამ რაღაცა დაჭიმული მაქვს. მე ძიმე ხო არაფერი ასი? ადილიდანა ალურჩები ჩამოკრიფა. ხეზედაც ხო არა ხვედი შვილო, არა, დაბლიდან რაც ჩამოუკრიფე ისინი ვჭამე. ბევრი ხო არა ჭამე, მაგანაც იცის მუცლის ტკივილი განა? არა მტკივა მეთქი ქალო, დაჭიმული მაქვს. ცუდად იწექი ეთყობა შვილ. ცუდად ვიწექი კი არა. რა? მშობიარობა არ დამეწყოს. მე მომოდ ეხლა რა შვილო რა, მომოდ ეხლა რა. დაურეკო მიხვედა გოგით აი? მაიც არ დაიჯერებენ, ისევ ტყუილი ეგონებათ.
მარო, რა მშობიარობა გოგო. შენ არ გახსოვს ამაზე რო იყავი, როგორი ტკივილები იცის, დაჭიმულია ბებოგენაცაროს დაჭიმულობა და მეტი არაფერი. ხო, აი, რომ ნერვიულობ, მეჭიმება და რომ მეჭიმება დაჭიმული მაქვს. ხო და მოდუდი, შვილო, უნდა მოიდუდე და ეგეც მოდუნდება. ბებო. ხო. აი, პატარა რომ ვიყავი და სიცხეს რომ მომცემდა ხოლმე, გახსოვს, ზღაპარს რომ იყვებოდი ხოლმე. მე მომიყევი რა. ბებოგინაცოლს ისევ გახსოვს ეგა ერთკუნჭულას ზღაპარი. მარტო მაგას მიყვებოდი და რა დამავიწყებს. ერთკუნჭულა რა, ხუთკუნჭულა რა ქვია მაგაი? საკმარისია ერთკუნჭულა, ხუთი რა ამბავია. ბალღი თავიდანვე არ უნდა მიაჩიო ხელდაშლილობასა. იმიტომაც გამოვიდა მამამისივით ფლანგველი. მოგიკვდეს ბებო. როგორ წაგიღეს თითი ლოკაშულებმა თავიანთ ჯიშზე და. კარგი ქალო, ზღაპარი მომიყევი მეთქი, განა ჯიშჯილაგი მაგინე მეთქი. კარგი შვილო, კარგი ხო, აბა გინეცვალოს ბებო შენა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ბიჭი, ღარიბი, ღატაკი, ქვეყანაზე არაფერი არება და ერთი კუნჭულის გარდა. ამიტომაცა ერთ კუნჭულას შეარქვეს. რეებში გონი ხალო. დაიცადე კაცო, დააცადე მერე. ერთხელაცა ერთ კუნჭულამ გადაწყვიტა თავგადასავლების საძებნელად წასვლა და გაუდგა გზასა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, შემოხვდა დევი, მაღალი, სიმპათიური, შარვალ კოსტუმში გამოწყობილი. დევი და შარვალ კოსტუმი? აუ, დედა რა გინდავა, დააცადე. კარგი, ხო, ხმას არა მოვიღებ. ბიჭი მივარდა დევსა. დევო, შარვალ კოსტუმი მათხოვე, ცოლი მომყავს და ქორწილში ჩასაცმელი არა მაქვსო. და დევმა რა უპასუხა? მე კი გათხოვებ, მაგრამ დიდი გექნებაო. და ერთ კუნჭულამ რა უთხრა? ერთ კუნჭულამ უთხრა, არა უშავსო. და იმიტომაც ეცვა მამა შენ ერთ კუნჭულა მიხოსა ქორწილში დიდი ზომის შარვალ კოსტუმი. დედა, მაგას უკვე მოდი ძილის წინ ბავშთა. დიახაც, თუ არ მოგწონს, მაშინ შენ მოგეყოლა. ატარიან ეს ჩემით გადანგრეულები რო და თავიდან წავიდნენ. ატარიან აი მოგელამ იმ მოხუცქალო ჩააბარა ეს მაღაზია ვითომ ჩამოიღე კალები კაცო. კაცი შვილმა არავინ არ გამაგონა. ეგრე შენი უნდა მოვკალან კაცო პახმელიაზე. ანუ კაფეა თუ რაღაცა მაგ მოხუცი ქალის იმედად შეიძლება რომ დაიტოვოს კაცო. ვერ გაიგებ რა მშია კაცო. ეგ რა კარგი ბლებია დედა. ოკეი. არ უჩავდო. პახმელიაზე მე მჟაუნება მოდი ეს მაინც შევჭამო ამას. დაიცა. აჰა. გო. შენი შენი პატრონი ედის შენი დედა შენი ვიდეო მამა ჭამა ფეხი ამ კარგა მამა ძღლო შენი ერთი ძაღლები არ მიყვარდე დაგცემდი თორ მოგი კარგი ისია ძაღლი ამი პატრონი კარგი ამიყო კაცო. ბოს, ტვირთი ადგილზეა. ჩვენ თალყური ვადევნეთ. თითქმის უდანაკარგოთ. ვიცი, თითქმის უდანაკარგოთ არა, სრულიად უდანაკარგოთ. მე კმაყოფილი ვარ. მეც. მიხარია ბოს. რატომ დგახართ, დაბრძანდით? სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა.
ეს ვახოს არ ეხება, ბევრჯერ გამარასა. მაგრამ ვაპატი, ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი საბოლოოდ გამართლებდა. აბა ნახვამდის. უკაცრავად ეს დაგრჩათ. მართლა სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა. რაგაცინებს? ის მაკოს ხوار დაუძახო სპირტი გავწმიდე. მართალი ხარ დღეს დავვლევ. შენ კარგად იყავი. მაკო! ეგუსინდისო კაცი ესა. დალაგებით უნდა გამოვდიოდე პახმელიაზე, თვითონ ახოს სკადება ეხლა სადღაცა და მე ფეხებზე ვკიდივარ, მაგრამ აიგარი. არავის არ უნდა გადაყვე. ჩემი ბრალია ყველაფერი. მეტის ღირსი ვარ. სუყურე მიამიათი, ყველაფერი ნამათი მე, აბა ეს საქმეა კაცო, ისაგინე ბიჭო. აბა უყურე, სულ შედასდე ვიღაცასა და ეხლა მიგამოგეკიდა რა, ჩაკ ნორისი შეხვდა. ჩაკ ნორისი არა დისკოი მოცეკვავი, აგე, დაღლმა მიკვინა. ვაიმე ბიჭო, არ გავიცოფდე. ერთი შანთუნე კვინა მაგძაღლა, ვინ გაცოფერებოდა მაგასაც ამ ნახამდით. მამის ვიდე ბიჭო, სადანახე ეგ ძაღლი? ეგა ფანრიანი გოგია ზაღლი თუა, მართლა სასჯიშია ვარდო. მე რა ვიცი კაცო, ფანრიანი გოგიაზია თუ ფანრიანი ნოკიაზია, კი მიკმინა და აგე მამის მირე კაცო, მითხარი სადანახი ამოსახვევში მწვანეღობისთან ალუჩის ხერუა მანდა. ხო, ალუჩები როა მანდა. ჰეი მე და ზედე ბღოტია რა შეწუწკო შენა. ხო რა იყო კაცო ალუჩა, ის ხო არ არის არა? ალუჩა კი არა, ქალაქში იცირამდე სიხდიან მაგალუჩაში. ვარდო მართლა საშიშია მეთქი, წამოდი ნემს გაიკეთებ რა. ნემსი არა, ნემსი კიდე კაცო. ვარდო, გეუგდები, ჩავიდეთ თელავში, ნემსა გაგიკეთებე და თუ გინდა შაურმას გიყიდი. რასა? ციცაკებით, ციცაკებითა და ბევრი მაიონეზით. მაშინ წავიდეთ. წავიდეთ, ხო, იმე. მიდი აბა ეგრე უნდა ყოიყო. გოგი ბიჭო, სადა ხარ, სადა? აი, სანამ არ მამებლანდები, ხო იცი რომ თავს არ დაგანებებ, არა? ან მე რას მაწვალებ, ან შენ რას ასწვალობ. დავენახე რა, გოგი. დამენახე თორე არ ვიცი რას გიზამ. ფეხებსაც ვერ მომჭამ. რა გინდა რა თარმასვენებ? რათ არ გასვენებ და ჭირდები კაცო, ოჯახსა სჭირდები. მიხოდა გოგიტა რაღაცა შარში არიან და არ ამბობენ. გაწონადი შენა. არაფერ შარში არ არიან. მართლა რა იცი? შეშობეძაღო, თუ ეჭვი გეპარება, რო არ ვიცი. მარაღაც მეკითხები. ეგება მარტყუებ. აკე ტყუილი არ არსებობს. მართლა? ესე იგი ძალიანაც რო გინდოდეს ტყუილს ვერ იტყვი? მაშინ ეს მითხარი.
შენ და მაროს გეოგრაფიის მასწავლებელი ელისოსა კონდათ რამე, შენ გეკითხები კაცო, რას გაჩუმდი ხმა მოიღე? ხო, კაი გეტყვი. კარგ საქმეზეა მიხა და გოგიტა. ეგა კითხე მე ახლა შენა, მაგიტომ არ დამიზახე. ხო, ისიც მაინტერესებს, მაგრამ სიმართლე მითხარი რა, გოგია, კონდა იმ ქალთან რამე საქმე, დუმილის უფლებას ვიყენებ. მეხი კიდე გეცესა, მეხი კიდე დაგცე აქედან ჭოით იყავი. კარგი ხო, კარგი. აბა მაშინა მითხარი. მიხო და გოგიტა რა საქმეზე არიან? არ არის ეგა შენი საქმე. ამას უყურე ერთი. ანუ იცი ყველაფერი და ვერ იტყვი არა? შენი თვალი რასაც მოხდა, ყველაფერი ჩაიშალეთ. არ მინდა რომ ბიჭებსაც ჩაეშალო საქმე. დაიცადე, მართლა კარგ საქმეზე არიან, გოგი? მაიცა, რა საქმეზე არიან? მითხარი რა, კაცო, მიდი. ნუ ჩამეძეები ხოლმე ჟურნალისტი ვითა. გამოვიდე საქმე და მერე გაიგებ. კარგი ხო, კარგი, აი, მიხოს გზაკვალი არ მაინტერესებს. გოგიტას ხო აქ მშვიდობა, კაცო, შვიდობა აქ, შვიდობა. ხო. აი, ჩემი ეთო მადარდებს, თორემა კისერიც მოსტეხია გოგიტასა. კისერი ძალიან ბევრი მივიდა, ფეხიც მოსტეხია მაგასა. გაჩერდი ხალო. რასაც არსავ ვიცი. მე რასაც არსავ, კაცო. მასეთი მწარე რო ხარ. იმიტომ არ მინდა მაგეთ გამოხედვა. დედა მოხდა. გოგი, მე რა უცბად გაიბუტები ხოლმე, ვის ეჯაჯღანებოდა და ურეკა ვინმე? გოგი ეს ელაპარაკებოდა. ო, რა იყო, რა გაგვირებული იყურები. ეგენი ხო საუბრობენ ხოლმე. კოხტა ხალებს გაუმარჯოს. რა იყო, ნანუ, რა შაშინებული იყურები, ხალო, ვარდო, ხო არ გაგაბარაზა. მე ხალო რა შაშინებული. ძაღლმა დამიკბინა. ეს ხო ძაღლი არა ყავთ? ფანრია გოგია სახო ყავს რა? ეთყობა ელატარება ხალო ხორციაბა მაგას სადა აქ მაგის საშუალება. აღდგა და ეცა ხალო ამასა. მე რასაო, ძალიან იქბინა ბიჭო. ეხლა რა უნდა ექნათ აბა? ირაღარა უნდა გქო ხალო ჩავიყვანე თელავში და ავცერი ცოხზე. ო, უკვე? მერე ხალო, გურჯანელი კაცი თელავში რო აცერი მიიღებს ორგანიზმი. ერთი უყურე ამ მაიმუნს, ამ მამად როგორ ეკმინება მამას ავით. რავი ხალო, ჯერჯერობით კარგად არის, მაგრამ აი ეგ არის რომ დაალევას ვეღარ შეძლებს. რა ხამშენი ტყვი რა. რატომ არ შეძლებ? ვერ გავიგე. როცა არაფერი არ ხდებოდა მაშინ ავსავდი და კაცი ციკლი გადარჩი, ეგეთი კარგი მიზეზი რა გამინდა. ბიჭო, რა გადარჩი? მაგიტომ აღარ უნდა დალიო. რატო ითო? 2 საათი ხო გავიდა. გიჟია ხალო ესა. ბიჭო, კბილი დაიპლომბე. 2 საათი კი არა, ცობზე ყარაცლი და 6 თვე არ უნდა დალიო. რასნა? რა 6-ზე, ქალე 6 არა 8 კიდე რა. რათა მე ეგრეა მარო ეთო. ეგრეა ვარდოძია, წვეთიც რო დალიო, დაგფოთლავს და გაყლის და მოკვდები. ეგი? მამიკვდე თავი რა სამო კაცო. ვერ გავიგე. რატო თავი დროზე არ მითხარი ეგა ქალო? იმექიმ ხო გაუკეთებდი იმ ნემს, სადაც არ ამგონია იქა, ხა? ეგრა მითხარით, კაცო. ეგრა მითხარი, აგაცინებს, ვერ გავიგე, წავიდე ეხლა მაგას მე მივხედა, მაგას მე მიდი გოგო, გაიყევი რამე სისულელი არ ჩაიდინოს, ან არ დალიოს, ან ვინმე არ დაკბინოი. ხო, ხალო გავყვები ისამა რომ რამე მძიმე არა გააქანა წალდიანა ჩაქუჩი რაღაცა ეგეთი. ჩაქუჩი რა თქინდა ხალო? იმე დალევა რომ დააპიროს ხალო თავში რომ დავცე. იგე თონესთან ადევ, ჩაქუჩიცა და წალდი. კაი, ხო. ვარდო! მაიცა! დაიცა ვარდო. დაიცა კაცო ძლივს გიპოვე და ისე ვიკარგები. არა კაცო არ ვიკარგები, რაც უნდა ვიკარგო, რა გინდა გოგო? მასად გარბი ხარ? ალაზადე მივდივარ. ვაიმე,
ჩემი სიმართლისთვის მებრძოლი ძმა, ბიჭო, რა შობი თავს იკლავ? არა, კაცო, კი ვიფიქრე მოიკლა მეთი, მაგრამ თავის მომკვლელი ვარ მე ახლა. არა, უნდა წავიდე. მაიცა, კაცო, თუ თავს არ იკლავ, წავედით მაშინ სახში, რა გინდა ალაზანსა? აბა დაფიქრდი, რა უნდა მინდოდა, ვითესდა. რა თქვი, რამდენი ხანი არ უნდა ვლიო? 6-ით. ოდა გულკა დავაყოლებ და ვითესდავებ, წავედი რა. მაიცა, კაცო, მაიცა, მეც მოვდივარ. შენ რა გინდა, შენ თისით ესდაობა. თუ არ ვიცი რა, არ ვიცია თორე მეწოდინება რა. კარგი მაშინ. ადი მაღლა ჩემუჯრაში დინამიტებია, მიდი და წამაიღე. ვაი, დინამიტს მოგწევ თუ დაგცხია ეს სული თავში რა, ეს ბრაკონიერი ესა. მარაგინა, მიდი მაშინ გარაჟში ყოლია ისინი ულაგი ანკესები და წამაიღე. მიდი იქამდე მე აი ამ გოგი აი უნდა ვაგინო ამის ფანრიანი კარგი მე ამის. იმე მართლა ამიკვინა და დაველოდე მოვალე ხლა მე. მიდი დემეცი, მიდი. გოგი წანაუ კარგი. ხედავ ეს უნამუსო კაცი ესა საერთოდ გამორთო ტელეფონიო. ამ დამპალსაც გათიშული აქვს. დედა, ხომ შვიდობა? ხო, შვიდობა იქნება, მარა ჯანდაბა იქნება. ამდე რა ვიცი. არიცი? არა კაცო, შვიდობა იქნება, ხო, მაგრამ ეხლა ორსულად ახლა და ხო არ განერვიულებ და არ გაწყენინება რა. აი მე გაჩუმდი ეხლა და არ გამაგიჟო. კი, შვიდობა. ეხლა შენ მაწყნარებ კიდე? არა ვიცი, რა იცი? ჯერ ჩაი მამიტანე შულო აი ჩაი. მე თქვი, საქმეზე არიან წასულები. ოღონდ თქვენზე გაბრაზებულები არიან. საქმეს მოილევე და დაბრუნდებიან გვიანა. რა იცი დედა შენა, ელაპარაკე? ველაპარაკე. მიხოს ელაპარაკე თუ გოგიტას? გოგიას. აიმე, აბა ეხლა დეტალურად გვიამდე რა ხდება. რა ხდება და ძალიანო მაგარ საქმეზე არიანო. კარგათაც გამოვა საქმეო. ფულიც დარჩებათო. აბა მეტი დეტალები ქალბატონო ეთერ თუ შეიძლება? დეტალებისგანა გოგიამაცა თავი შეიკავა. ხო. თავარია რომ გოგიტა დაბრუნდეს მშვიდობით. და რატო არ უნდა დაბრუნდეს გოგიტა მშვიდობით, არაფერი იგრებ თქვი შვილო, იგრებ. არაფერი ისი არ გითქვია, რატო მიხოზე არა თქვი? რას მიმალავთ, მითხარით ახლა? მე არაფერსა შვილო, ისევ თქვი მეთქი შვილო. არაფერიც ისეც არ გითქვია, დამაკავშირე ეხლავე გოგიას. ვერ დაგაკავშირე. რატო? გამორთო გოგიამაცა.